17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. მისალოცი წერილი დამსწრე საზოგადოებას ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა გააცნო. ღონისძიებას სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წევრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. თქვენ აღმატებულებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ჩვენო პატივცემულო ვეტერანებო, ბატონებო და ქალბატონებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. მაქვს პატივი გაგაცნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა. ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვალო ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთის შეწევნით კვლავაც მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერის ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამული შვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაგლეს. თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე მინდა დავლოცოთ თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვ უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა. მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა.